შიგაწვის ზრავას ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ჰაერი. ჰაერ მიმღების გავლის შემდგომ მიეწოდება ჰაერის ფილტრს. ხოლო გასუფთავებული ჰაერის ფილტრის გავლის შემდგომ მილსადენის დახმარებით მიეწოდება ზრავას ცილინდრებს. აღნიშნულ მილსადენში მოთავსებულია ჰაერის ხარჯის გამსაზღვრელი სენსორი, რომელიც განსაზღვრავს ჰაერის წონას. აღნიშნული სენსორიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ელექტრონული მართვის ბლოკი შეარჩევს შესაბამისი რაოდენობის საწვავს და შეაბრკვევს ზრავას ცილინდრის წვის კამერაში. სენსორის შემდგომ გასუფთავებული ჰაერი მიეწოდება დროსელის კვანძს, რომელიც ორი სახის გვხვდება ავტომობილში. ეს არის მექანიკური დროსელი, რომელსაც აქვს დროსელის ფარის მოვლენების კუთხის სენსორი და მექანიკური ამძრავი და ელექტროდროსელი, რომლის ძირითადი კომპონენტია ელექტროძრავა, ასევე მაბრუნი მომენტის გადამცემი კბილანები და რასაკვირველია დროსელის ფარი. აღნიშნული დროსელის კვანძის ფუნქციონირება სრულადაა დამოკიდებული ელექტრონული მართვის ბლოკზე და ელექტრო სატერფულიდან, ანუ აქსელერატორის სენსორიდან მიღებულ ინფორმაციაზე. რაც შეეხება ჰაერის შემდგომ მოძრაობას, იგი უკვე შეიწოვება შემშვებ კოლექტორში და შემშვები კოლექტორიდან უკვე ზრავას ცილინდრებში. განასხვავებენ შემშვები კოლექტორის რამდენიმე სახეობას, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია თანამედროვე შემშვები კოლექტორი, რომელიც აღჭურვილია ეგრეთ წოდებული დაგრიგალების სარქლებით, რომლის დახმარებითაც ჰაერი შეიწოვება შედარებით უფრო მაღალი წნევით. აღნიშნულ ვიდეოში ჩვენ ვხედავთ ამძრავს დაგრიგალების სარქლების, შემშვები კოლექტორის ძირითად არხებს და დაგრიგალების სარქლებს მის გვერდით.